მოგესალმებით, მინდა პირველ რიგში ჟურნალისტებს გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ აქ მოხვედით და აშუქებთ ესეთ მნიშვნელოვან სიტუაციას. მე გუშინ როდესაც თქვენ დაგირეკეთ და შეგატყობინეთ ამ ბრიფინგის შესახებ, სწორედ იმის შემდეგ ამოქმედა სახელმწიფო მანქანა, იცით ახმეტაში რა სიტუაცია და რა მდგომარეობაა, პოლიციური რეჟიმი ახმეტაში დამყარებული. და დაადგნენ თითქმის ყველა ამ ახალგაზრდას, ვინც ახლა ჩვენს გვერდით არის, ეს ახალგაზრდები არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ბირთვი, ვის გარშემოც აწყობილიყო ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ვერ შეძლეს ამ ახალგაზრდების დაშინება, დაკნინება და ვიდგანან ისევ გვერდით. თქვენს წინაშე ვაკეთებ განცხადებას იმის შესახებ, რომ დღეს მე და ჩემმა თანამოაზრეებმა მივიღეთ მყარი გადაწყვეტილება და დავტოვეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგები. და შემოვერდით კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ხომ საზღვარგარეთ ყავთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. რამ გაიძულათ, რომ გადაგიდგათ ეს ნაბიჯი? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე არასდროს არ ვწვდი ნაციონალურ მოძრაობას, იმ მოძრაობად, რომელსაც შეიძლება რომ ჩვენ სახელმწიფო ემართა და ამიტომაც ვერც ხედავდი ოპოზიციაში ისეთ ხალხს, რომელსაც უნდა შეიცვალა ეს თავრობა და ამიტომაც თავს ვიკავებდი ყოველთვის პოლიტიკაში ჩარევისაკენ, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა კოალიცია ქართული ოცნება, რომლის იდეებსაც მე დავუჯერე და მე მივენდე და მე მჯერა მართლა იმის, რომ ბატონი ბიძინა შეცვლის ყველაფერს საქართველოში მდგომარეობა შეცვლის და საერთოდ თვლიდი მე შეიძლება ძალიან პატიმოყარეთ ჩამეთვალს, მაგრამ თვლიდი რომ მე მომსახურებდი წასვლას, იმიტომ რომ როგორ თქვა, ჩემი მუსიკალური მოღვაწეობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე რომ მე მაქვს ეს ნიჭი, მე ჩავთვალე რომ არ იქნებოდა ცუდი თუ წავიდოდი საზღვარგარეთ და ჩემს ხმას და ჩემს მონაცემებს სხვა აუდიტორიაც შეიტყობდა. თქვენი მეგობრები რა აზრის არიან კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე? ჩემი მეგობრები, პირადად ჩემი მეგობრები ყველანი არიან მომხრენი იმის, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ მართოს საქართველო. მაგრამ ძალიან ბევრი არის დაშინებული აქედან მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი ჩემი მეგობარი იყო წევრი კიდეც ჩვენი კოალიციის, მაგრამ დღეს ვერ მოვიდა. იმის გამო რომ სახში ყავდათ ეხლა ხალხი და დააშინეს. ვინ დააშინა? არ ვიცი. ზეწოლები მიმდინარეობს? დიახ. ჩემთვის ცნობილია რომ სკოლებში დაგირიგეს ანკეტები და ესე გაგაწევრიანეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. და რას გვეტყოდით ამაზე? დიახ, ასე იყო, მაგრამ როცა ჩვენ ანკეტები დაგვირიგეს და შემოსული იყვნენ ახალგაზრდობის წევრები, არავის არ ხსენებია რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. დაგვირიგეს და გვითხრათ რომ თქვენ იქნებით ახმეტის ახალგაზრდობის წევრები. არავის არ ხსენებია რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები უნდა ყოფილიყავით. და ამიტომ დავთანხმდი მე პირადად. როდის გაიგით ამის შესახებ? დაახლოებით 1-2 თვის მერე გავიგე რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ყოფილვარ. და რაიმე ზომებს თუ მიმართეთ? არა, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთვის იმ პერიოდში. სკოლის პედაგოგებმა თუ იცოდნენ ამის შესახებ? მე ვფიქრობ, უნდა ცნობოდათ, არ ვიცი. ამდენ ჩვენც არავის არ უთქვამს, ვიცი და